მოკლედ ესეთი ამბავი იყო, რომ თვალებში დამიბნელდა. სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრის ნაცვლად ეროვნულ გალერეაში საპროტესტო გზავნილი დატოვა. სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად ეროვნულ გალერეასთან მხატვრები ხელოვნებას. ერთი მხატვრის პროტესტი და გაბედული ნაბიჯი თეატროლოგიანის რეპრესიების პასუხად. 23 წელს 37 წელი არ უნდა მეორდებოდეს. და თვალები რო გავახილე, მე ყველა ამაზე ლაპარაკობდა. თვითონ ამბავი ეგრე იყო, გეუბნები. მართლა, არ ხუმრობ, მართლა ეგრე იყო. მე რო დავიწყო რაღაც მოყოლა, ეგ არ იქნება, სისულელე იქნება. მოვიგონებ. ეგ ხო არ გვინდა. მე ვარ სანდრო სულაბერიძე და მარტო არ ვარ. ყველასთან ერთად ვარ, მე ვინც ვარ ის. მე ვარ ის, რა კითხვებსაც მისვამენ მათ შორის. და ის ვარ, რაც ჩემი გარემო, აი ის ვარ რა. რომელიც მიღმა არის ხშირად და სანდრო სულაბერიძე არის ერთობა. ბევრი ხალხის. მორჩა. ფოტოაპარატია, რომელიც ისე იღებს, როგორც მწერები ხედავენ სამყაროს რა. 6 წელია ეს კამერა გავაკეთე. 6 წლის წინ. გადავიღე 100-მდე 150 პორტრეტი სხვა ადამიანის და მე ეს გამოფენილი იყო ბევრ ადგილას. ჩემთვის ხელოვნება არასდროს არ მოსულა და არასდროს არ წასულა რა. იმდენად ხელოვნებაში გავიზარდე, რომ ეს ჩემი საზოგადოება არის. ანუ მე დავიბადე ხელოვანების ოჯახში. თუ პირველი თვალი რო გავახილე და ალბათ პირველი სიტყვა რო თქვი, იყო ხელოვნება ეგრევე. პირველი რაც გავიგონე იყო ხელოვნება, რაც დავინახე ეგრე რა. შესაბამისად, ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოვრება ხელოვნებასთან თანაარსებობა არის უკვე. რაღაც სამყაროში გავიზარდე, რომელიც იმდენად ჩვეულებრივი და იმდენად ორგანულად არის. ჩემ გარშემო რომ საერთოდ ყურადღებას არ აქცევ რა, აი მაგალითად რო შევადარო, აი დაახლოებით შენობები, რომლებთანაც გავვილით ხოლმე მაგალითად ყოველდღე. ის შენობები თითქოს ქრება ჩვენი თვალთახედვის არედან. ჩვენი აღქმა ამას სრულიად აქრობს. და ზუსტად ეგრევე გააქრო ჩემ აღქმაში ხელოვნება ჩემმა გარემომ. აი 91 წელს დავიბადე. ომი იყო მაშინ რა ვიცი და იმის მერე MS-ულ განვითარებას ვხედავ. ყველანაირს. ეზო მქონდა მაგალითად. მანქანებით თამაშობდით ხოლმე რა ეზოში. საბოლოო ჯამში ეს ხალხი გაიზარდა და ყველას მანქანა ყავს და ეს ყველა მანქანა ეზოში აყენია და ეხა ბავშვებისთვის ადგილი არ არის. მართლა რავი, აი ეგ ხო ნორმალური არ არის. ალბათ თქვენც აყენებთ მანქანას ეზოში. ამ პრობლემებს ვერ გავექცევით, იმიტომ რომ რეალობა ეგ არის. რომ ბავშვები დღეს ეზოში ვეღარ თამაშობენ, არ ვიცი, ეგ ძალიან დრამატული არ არის. გარემო რეალურად ხო გვაყალიბებს, ახლა გინდა არ გინდა ეგ ხო ის არის. პირდაპირ ეგრე არის. იცი რა მაინტერესებს ხოლმე, რომ აი როგორ ვიზრდებით და მე რო კარგად თინეიჯერებთან ეგეთ კონტაქტს რო შევძლოთ, რო ურთიერთობა დავამყაროთ რა. ბავშვობაში კიდე რაღაცას გიკონტროლებენ, მერე სახელმწიფო გაკონტროლებს და აი რაღაცა შუალედში ხარ, სადაც არც სახელმწიფო გაკონტროლებს და არც მშობლები და აი მანდ რაღაცა ძალიან გარეული და ცხოველური ხდება რა. და თან აგე როგორც კი 20 წელს გადაცდები, მე კონტაქტს კარგავს სრულიად ამ სამყაროსთან რა. ძალიან საინტერესოა. კულტურა გაკონტროლებს რა. კულტურის მერე კანონმდებლობა გაკონტროლებს. რავი, ბევრი რაღაცა არის. კიდე რაღაც ძალები გაკონტროლებენ, ფული გაკონტროლებს. 2 წლის წინ ვიყავი მაღალმთიან აჭარაში და იქ მივხვდი, რომ საზოგადოებას ინტენსიურად დასახლებული ადგილების გარეთ ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს ხელოვნების შეთვისების. მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რა უნდა აკეთო, რომ ეგ რაღაც სიცარილე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში შეავსო. მე შემიძლია უბრალოდ რაღაცა ისტორიები დავიჭირო საზოგადოებაში და მე მოვყვე, ალბათ ეგ არის რა. ცხოველების დათვალიერება მომწონს მაგალითად, ან ხოჭოები მიყვარს, წერები მიყვარს, პატარა რაღაცა ისინი. რაღაც მაგათაც ხო თავის ცხოვრება აქვთ. ნივთებიც მაგათაც თავის ცხოვრება აქვთ და თვითონ რაღაცა
მანიფესტაციას ახდენენ ეს ყველაფერი თავის გარშემო და ეგ საინტერესოა მაგის მოსმენა რა, რისი თქმა უნდათ რაღაცა სხვადასხვაგვარ საგნებს ცოცხალს თუ არა ცოცხალს. ვცდილობ რომ ვიპოვო ჩემი ადგილი აქ ამ ქარბუქში. რთულია, მაგრამ გამოდის მე მგონი რაღაცა. რა დაწერა? აი ეგ. მეც ყველა მიცის. რო ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია. მეც მერე ვნახე. მართლა მერე ვნახე, არ ვიცოდი რა ეწერა. მეც მერე ვახონე, ბევრს ერევა რა, ხან დამოუკიდებელი და თავისუფალი და მეც მერე ვარ. ვერ მიმახსოვრებ, რაღაც ძალიან მცნობის შეთანხმება არის სიტყვების, მაგრამ ანუ 2 წელი ხო გავიდა, არ მაქვს. მართლა ეგრე მოხდა, მართლა დამიბნელდა თვალებში და მართლა რაც მომენტში გავახილე და ბევრმა ადამიანმა მხარი დამიჭირა, მე ეგრე იყო რა. ის რო იყო რაღაცა ავტოპორტრეტების გამოფენა და ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო ხელოვნებანი იყო ამაში ჩართული. ამ ნამუშევრს ძალიან კარგი დაფარვა აქ მედიაში რა. ის რო ჟურნალისტები მირეკავდნენ, ძალიან საინტერესო არის თავისთავად. ჩემი აზრით და ჩემი აღქმით ეს ნამუშევარი მედიაში განხორციელდა. გალერეაში გაქრა ეგრევე, ანუ ხო ვიცით ეგა, რომ აი მეც კი რომ მივსულიყავი მეორე დღეს ვერაფერს აღარ ვნახავდი იქ, ხო? მაგრამ ის ვიზუალური ინფორმაცია გაჩნდა მედიაში და მე მედიაში გააგრძელა ამან ცხოვრება, ხო ეგრე არის. ხელოვნებისთვის საინტერესო არის ეგ აუთვისებელი სივრცეები, სადაც შეიძლება ხელოვნება განხორციელდეს რა. მაგას ნამდვილად უპასუხებ, რომ პროტესტი არის თუ არ არის. და არ არის ეს არის მანიფესტაცია. ეს არის რაღაც იდეის გაჟღერება, ეს არ არის რაღაც უარყოფა. პროტესტი ხო რაღაც უარყოფა არის. უარი არ არის საინტერესო. საინტერესოა რაღაცის გაცხადება, რომ აი ეს მინდა. რომ ესე იყოს. სცენარში ხო ძალიან მარტივი სიტყვებია, რა ვიცი. თუ მაგ სიტყვებზე მეკითხები, რომ ხელოვნება ცოცხალი არის და დამოუკიდებელი, ბევრი კრიტიკა შემხვდა და მეც გავაკრიტიკებ ჩემ ნამუშევარს, რომ აი ხო რა ტრივიალური არის ეს ფრაზა. რავი რა, აქტუალური არის თუ არ არის, ძალიან მარტივი არის, ხო ეგ, რავი, ვინ არ ფიქრობს, რომ ეგრე არ არის. მაგრამ თავისთავად ანუ აი ამ ფრაზაზე კომენტარი ჩემთვის აი ნუ აი 2-4 არავი ეგ არის რა თუნდა მაგას ბევრი კითხვა და პასუხი. სხვა ადამიანის კომენტარი ამაზე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ჩემი. იმიტომ რომ რავი, ეგრეა. ხალხს უნდა მოусმინოთ, ერთმანეთს უნდა მოусმინოთ, უნდა მოусმინოთ ეგეც ჩემი აზრით აქსიომა და რაღაცა ტრივიალური რაღაცა არის, რომ უნდა მოусმინოთ ხალხს, ახალგაზრდობას უნდა მოусმინოთ. ამას ქვია ზინი. ზინი არის პატარა თვითგამოცემა, რომელიც შეგიძლია სახშიც კი გააკეთო რა. ხო არის მეგაზინი არის, დიდი გამოცემა და უბრალოდ ზინი არის პატარა გამოცემა. ხო ის კითხვა არის ძალიან თერაპიული. ესე ვიღე. ის არის რაღაცა ერთგვაროვანი სამუშაო, ცოტა ჭურჭლის რეცხვასავით არის. ხო უწერენ ხოლმე ექიმები, რომ აი ახლა ჭურჭელი უნდა რეცხო, რომ დაამთავრებ პატარა საქმეს, მერე ის არის რა თქმა უნდა. გიხარია და რაღაცა ფოტოებს და რაღაცებს შველისო ამბობ. კულტურის დანიშნულება მე ეგრე ვხედავ, რომ ზუსტად ეს არის გამოხატვის ფორმების მრავალფეროვნება უნდა გაზარდოს და ჩვენ ისე მოვახერხოთ საუბარი თუნდაც ზაფრ და თუნდაც ისეთ ემოციურ თემებზე. მაგალითად სამხატვრო აკადემიაში მახსოვს, რომ ერთ ფაკულტეტზე დაახლოებით 80 სტუდენტი იყო. თითო კურსზე იყო, ჩემ კურსზე მედია ხელოვნებას სწავლობდი, იყო 80 სტუდენტი. ერთი 100 სტუდენტი საბოლოო ჯამში მთელი აკადემიიდან ხო გამოდის. და რავი 10 წლის განმავლობაში ეგ უკვე არის 1000 პროფესიონალი, რომელიც გამოდის. ეს 1000 პროფესიონალი სადღაც ხო უნდა წავიდეს, სადღაც ხო უნდა გამოფინოს თავისი ხელოვნება. და სად არის ეს? ანუ ესე იშლება, მე იშლება ესე, მე იშლება ესე და გამოდის პოსტერი. მაგრამ მე რეკეცავ და აქ ხდება ტექსტი, რომელიც
გესმის ქალაქში როგორც წესი და ამაზე ხალხი საუბრობს და აქ არის რომ დავდივარ ხალხი მაგარი ეჭვის თვალით მიყურებს ეს ვინაა იმენა ტიტუშკა სათვალების ბრალია და მათი გამოხატვის თავისუფლება თბილისის ცენტრში არ არსებობს შეიძლება თბილისის ცენტრში კი არა აი მაგალითად გორის ცენტრშიც კი არ არსებობს და იქ სერიოზულ პრობლემებს უქმნიან იქ ახალგაზრდებს ვინც თავისი ძალებით აი მართლა რა კითხვა რომ დაისმის სად არის ხელოვნება აი მანდ არის რომ გადარჩენისთვის იბრძვის რა ეს პირველი ნომერი არის და აქ მანქანები ეს სერიალი მანქანის კულტურა ბობოქრობს მანქანის კულტურა ბობოქრობს მე ანადგურებს გარშემო კიდე სხვა სივრცეებს მათ შორის ბავშვების სათამაშო ეზოებს და ცუდ შედეგები უნდა მიგვიყვანს მე ტრავმირებული ბავშვები გაიზრდებიან ტრავმირებული ბავშვები ტრავმირებულ საზოგადოებას ქმნიან და მე კიდე ურევენ სამყაროს წესრიგს და რავი მართლა ხო ეგრე არის იმიგრაციის დიდი ტალღარო გვაქვს ჩვენ მათ შორის იმიტომაც არის რომ კულტურის მიუწვდომლობა გვაქვს ისეთი კულტურა რომელიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და რაღაცა გამოცდილებას გვიზიარებს როგორ გადარჩეთ თანამედროვე დროში ქართულად ეგ არა გვაქვს წერენ ხოლმე რა რომ აი ჩამოდი და ისე რა ქვია დაგიტოვებთ და იქნებ გადარჩე რა ამ რთულ პერიოდს და რავი რატო მე გავიზარ მართლა აი მე ამეზონში გავიზარდე და ამ ეზოდან რატო წავიდე რა მართლა ანუ რა დამრჩენია რავი სტოკჰოლმში რა დამრჩენია რა იმათ ხო თავიანთი პრობლემები აქვს იმათ ხო თავიანთი გამოწვევები აქვს იმ გამოწვევებს იმ საზოგადოების გამოწვევებს თუ არ უპასუხე არ იქნები შენ საინტერესო ადამიანი და შენ ხელოვნებაც არ იქნება საინტერესო ჩვენი მანიფესტაციები ხო ცნებებზე არის მიბმული რომ აი მინდა რომ ესეთი იყოს რაღაცა და მეგონი ეგეც ცოტა პროფესიული პრობლემა არის ეგეც რომ რაზეც ოცნება მე აკეთებ შეგიძლია დახატო უბრალოდ და ის უკვე ფიზიკურ სამყაროში არსებობს დახატული ფორმით თუნდაც ხო და აი მაგას ვეძებ ხა მთელი ცხოვრება ალბათ მაგას ვეცდები რომ ვიპოვო ჩემი ოცნება სინამდვილეში რა არის